დაცვისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის მონიტორინგზე საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა დიპლომატებს, არასამთავრობოებსა და დეპუტატებს შორის. რუმინეთის საელჩოს წარმომადგენლებმა კონკრეტული რეკომენდაციები წარადგინეს. რუმინეთში არსებობს დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც აკონტროლებს ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედებას და სრულ მონიტორინგს უწევს, ასევე სანქციებს აკისრებს, თქვა დარღვევის შემთხვევაში დამრეულ სუბიექტებს. მოგეხსენებათ, რომ ეს ფუნქცია დავაკისრეთ სახალხო დამცველს. რეაგირების მექანიზმები არ არის ისეთი ძლიერი, თქვა როგორც ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, რადგან სახალხო დამცველს სჭირდება მეტი რესურსი იმისათვის, რომ სრულყოფილად შეძლოს, თქვა საკუთარი ფუნქციების შესრულება. საინტერესო იყო უბრალოდ ის გამოყენებითი პრაქტიკა, რომელიც მათ შორის უკავშირდება სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუმინეთში დისკრიმინაციული კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში. კარგი იქნება, რომ ჩვენთანაც ასევე იყოს გარკვეული უფრო მკაცრი რაღაცა ტიპის სანქციები გათვალისწინებული. შედგა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა ორ მნიშვნელოვან თემებზე. ერთის პროვეს არის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და მეორეს პროვეს არის პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობა. საგანგებოდ იქნა აღნიშნული, რომ არსებითად გაუმჯობესდა საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით 1 წლის პირობებზე, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება დაინერგოს ეს კანონმდებლობა ეფექტურად პრაქტიკაში.